შენ ზარმაცი არ ხარ, შენ მიმართულება არ გაქვს. რამდენჯერ გითქვავ შენი თავისთვის, რა ზარმაცი ვარ? წერს რამდენჯერ მოხდა ისე რომ კვირა საღამოს რაღაც დაგეგმე, მაგრამ ორ შაბათს მაინც ვერ დაიწყე. ან ღამის 2 საათზე მე რამდენი ვიდეოს უყურე იმაზე თუ როგორ შეცვალო შენი ცხოვრება. თან ზუსტად იცოდი რომ მეორე დღეს არაფერსაც არ შეცვლიდი. დღეს კი ამ დიაგნოზს ოფიციალურად გაგიუქმებ. და ამას ცარიელი მოტივაციური ფრაზებით კი არა, მეცნიერული ფაქტებით გავაკეთებ. გაჩვენებ რომ იმას, რასაც შენ სიზარმაცეც ეძახი, მეცნიერებაში სრულიად სხვა სახელით არის ცნობილი. სულ სხვა მიზეზი აქვს და რაც მთავარია, სრულიად სხვაგვარად სწორდება. და ვიდეოს ბოლოს გეტყვი იმ ერთადერთ კითხვას, რომელიც ზარმაცს არაზარმაცისგან მართლა განასხვავებს. და ამას ნებისყოფასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. მოდი 3 ციფრს შევხედოთ. ამ 3 ციფრის შემდგომ სიტყვა ზარმაცი სრულიად სხვაგვარად მოგეჩვენება. ციფრი პირველი 95%. კალგარის უნივერსიტეტის მკვლევარმა პირს სტილმა პროკრასტინაციის ანუ საქმის გადადების 10 წლეულების კვლევები შეაჯამა. შედეგი სტუდენტების 85-დან 95%-მდე რეგულარულად გადადებს საქმეს, ხოლო ზრდასრულთა 20% ამას ქრონიკულად აკეთებს. და დაფიქრდი ლოგიკაზე. თუ სიზარმაცე ხასიათის დეფექტია, გამოდის რომ კაცობრიობის უმრავლესობა დეფექტური ყოფილა. მაგრამ, როდესაც რაღაც დეფექტი თითქმის ყველას აქვს, ის უკვე დეფექტი კი არა, ადამიანის ტვინის ბუნებრივი მექანიზმია. მექანიზმს კი მიზეზი აქვს. ციფრი მეორე და ყველაზე მთავარი ამ ვიდეოში. 2013 წელს ფსიქოლოგებმა სირიოსმა და პიჩილმა დაამტკიცეს, რომ საქმის გადადება დროის მართვის პრობლემა საერთოდ არ არის. ეს არის ემოციის რეგულაციის პრობლემა. და რას ნიშნავს ეს? შენი ტვინი თავს არიდებს არა კონკრეტულ საქმეს, არამედ იმ უსიამოვნო გრძნობას, რომელიც ამ საქმეზე ფიქრისას გიჩნდება. და იცი, რომელი საქმე იწევს ყველაზე ცუდ გრძნობას? არა რთული, არა მოსაწყენი, არამედ ბუნდოვანი. საქმე, რომელსაც არ აქვს ნათელი პირველი ნაბიჯი. ფიქრი იმაზე, რომ რამე უნდა დავიწყო, ტვინისთვის დავალება კი არა მუქარაა. ტვინი კი მუქარას გაუბრის ტელეფონში, მაცივარში, ან ფრაზაში. ჯერ ერთ ვიდეოს ნახავ და მერე დავიწყებ. ციფრი მესამე 3 და 30. ეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ექსპერიმენტია. სუპერმარკეტში დადგეს მაგიდა ჯემები. როცა მაგიდაზე 24 სხვადასხვა სახეობის ჯემი იდო, ბევრი სინჯავდა, მაგრამ ყიდულობდა მხოლოდ 3%. როცა მაგიდაზე მხოლოდ 6 სახეობა დატოვეს, ყიდის მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. 10 ჯერ მეტი. და რატომ? იმიტომ რომ ზედმეტი არჩევანი მოქმედებას კლავს. ახლა კი ამ ექსპერიმენტის ანალოგი მოდი შენს ცხოვრებაზე მოვარგოთ. გინდა რაღაცის დაწყება, მაგრამ ტვინში გაქვს 24 სხვადასხვა ჯემი. YouTube-ზე დავიწყო თუ TikTok-ზე, ქართულად თუ ინგლისურად, მე თვითონ გამოვჭდე თუ AI კონტენტი შევქმნა და ბოლოს კი არჩევანის სიჭარბე ბლოკავს ტვინს. მერე კი მოდის კვირა საღამო და ამბობ, ალბათ უბრალოდ ზარმაცი ვარ. არა, შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელიც ნისლში დგას. და ეხლა კი მოდი ერთი ტიპიური კვირა ავიღოთ. და თუ ერთ დეტალს მაინც იცნობ შენ თავზე, კომენტარებში უბრალოდ პლუსი დაწერე. კვირა საღამოა, რაღაც მაგარი ვიდეო ნახე. ან უბრალოდ მოტივაცია მოგივიდა. გიჩნდება გრძნობა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხსნი ბლოკნოტს, წერ გეგმებს, არხის სახელსაც კი იგონებ. იმ საღამოს შენი თავის მაგრად გჯერავს. შემდეგ თენდება ორშაბათი, სამსახური ან უნივერსიტეტი, ან მეგობრები, დასვენება, გართობა. სახლში რომ ბრუნდები, ენერგია ნულზეა. და შემდეგ კიდე ეუბნები შენ თავს. დღეს დავისვენებ და ხვალ ნამდვილად დავიწყებ, მე ამას გავაკეთებ. სამშაბათი მოვიდა. ისევ ხვალ. 4 შაბათს კი უკვე აღარ გახსოვს, რომ საერთოდ რამის დაწყება გინდოდა. პარასკევს კი იმ დაწერილ ბლოკნოტს შეხვდები და შემდგომ თვალსაც კი აარიდებ. იმიტომ რომ მისი დანახვა სინდისის ქეჯნას იწვევს და კვირა საღამოს ყველაფერი თავიდან იწყება. ოღონდ ყოველ ახალ წრეზე შინაგანი ხმაური უფრო ხმამაღლა გიყვირის. აი ისე ვერ შეძელი, სხვები ახერხებენ, შენ კი ვერა. მოდი ეს ხმა გავაჩეროთ. ზარმაცი ადამიანი კვირა საღამოს გეგმებს არ წერს. ზარმაცი შუაღამემდე არ ეძებს გზებს საკუთარი თავის განსავითარებლად. ზარმაცი საერთოდ არ ადარდებს თავისი უმოქმედობა.
შენ კი გადარდებს იმ მანქანას გავხარ, რომლის ძრავიც ბოლო ხმაზე მუშაობს, მაგრამ სიჩქარე ნეიტრალურში გაჩაგდებული. საწვავი იწვება, ენერგია იხარჯება, მანქანა კი ადგილზე დგას. შენ გონია რომ ძრავი, ანუ შენი ხასიათი არ ვარგა. არა და ძრავი მაგარია, უბრალოდ სიჩქარეში არა გაქვს ავტომობილი და მიმართულება არა გაქვს მიცემული. ვიცი ახლა რასაც ვფიქრობ. კარგი, მაგრამ სხვები ხომ ახერხებენ, ესე იგი მათ აქვთ რკინის დისციპლინა. მე კი არა მაქვს. და ინტერნეტში ზუსტად ამას გეუბნებიან. ადექი დილის 5 საათზე მიიღე ცივი შხაპი, არანაირი გამართლება. ეხლა კი წარმოიდგინე ასეთი მდგომარეობა. შენი მეგობარი დგას ნისლში, გზას ვერ ხედავს და შენ ეუბნები უბრალოდ სწრაფად ირბინე. აბსურდია, ხო? და ეს არის მთელი мотиваციური კულტურა ერთ წინადადებაში. პრობლემა ხილვადობაა და გამოსავალს სირბილის სიჩქარეში გთავაზობენ. ამიტომაა რომ ახალი ცხოვრების დაწყება 100 ჯერ სცადე და 100 ჯერვე იმავე ადგილზე აღმოჩნდი. შენ ენერგიას ცვლიდი და არა მიმართულებას. ვინც ახერხებს და იწყებს, მათ აქვთ ის, რასაც ფსიქოლოგიაში კონკრეტულობა ჰქვია. მეცნიერულად დადასტურებულია ლოკისა და ლეითამის კვლევებით, რომ თუნდაც პატარა მიზანი ყოველთვის ამარცხებს მიდგომას, შევეცდები მაქსიმუმი გავაკეთო. რატო? იმიტომ რომ კონკრეტულ ამოცანას ტვინი მუქარად აღარ აღიქვავს. შენ мотиваცია კი არ გაკლია, ბუნდოვანება გაბრკოლებს. ბუნდოვანებას კი ნებისყოფით ვერ დაამარცხებ. ის მხოლოდ მიმართულებით იკურნება. ახლა კი გადავიდეთ იმ ერთ კითხვაზე, რომელიც დასაწყისში დაგპირდით, მაგრამ ჯერ ერთი დიდი მითი უნდა დავანგრიოთ. ჯერ უნდა ვირწმუნო საკუთარი თავის და შემდეგ დავიწყებ. ალბერტ ბანდურამ, ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ დაამტკიცა, რომ ეს ზუსტად უკუღმა მუშაობს. შენი თავის რწმენა მოდის პატარა რეალური გამარჯვებები. ჯერ მოდის მოქმედება, მერე შედეგი და მხოლოდ ამის მერე რწმენა და мотиваცია. мотиваციას კი არ უნდა დაელოდო, შენ თვითონ უნდა აწარმოო ის პატარა ნაბიჯებით. არსებობს მარტივი ფორმულა, გოლცივერისა და შირანის კვლევა 94 ექსპერიმენტზე დაყრდნობით, რომელიც წარმატების შანსს აორმაგებს. თუ შენს მიზანს დაუმატებ სამ კითხვაზე პასუხს, როდის, სად და როგორ, ნაცვლად იმისა, რომ თქვა, ოდესმე ვიდეოების კეთებას დავიწყებ, თქვი, შაბათს დილის 11 საათზე, პასუხობს როდის, სამზარეულოს მაგიდასთან, პასუხობს სად, ჩემი ტელეფონით ჩავწერ ერთ 60 წამიან ვიდეოს. პასუხობს კითხვას როგორ. ან თუ საერთოდ კამერით წინ გამოჩენა არ გვინდა და უსახო კონტენტის წარმოება გვინდა, ან AI კონტენტის წარმოება, შაბათს საღამოს 8 საათზე, ანუ პასუხობს როდის. ლეპტოპთან სად დავჯდები და დავაწერინები AI-ს 300 სიტყვი ან სკრიპტს ჩემი პირველი ვიდეოსთვის, პასუხობს კითხვას როგორ. პირველი წინადადება ნისლია, მეორე გზის პირველი ნათელი წერტილი. და ის კითხვაც, ეგრეთ წოდებულ ზარმაც და მიზანდასახულ ადამიანს შორის განსხვავება არის პასუხი ერთ კითხვაზე. იცი თუ არა, რა არის შენი შემდეგი ერთი კონკრეტული ნაბიჯი? ვინც იცის, ის მიდის და ვინც არ იცის, ერთ წრეზე ტრიალებს, სულ ეს არის. მაგრამ აქ ბოლომდე გულწრფელიც უნდა ვიყო. ამ ერთ ვიდეოს შენი ნისლის ბოლომდე გაფანტვა რა თქმა უნდა არ შეუძლია. მე არ ვიცი რა არის შენი შემდეგი ნაბიჯი. ეს დამოკიდებულია შენს დროზე, შენს უნარებზე, შენს ცოდნაზე. გინდა თუ არა საერთოდ კონტენტის წარმოება, სახით იქნება ეს თუ უსახოდ და სწორედ ამაზე იქნება ჩვენი შემდეგი ვიდეო. ბოლოს კი მოდი შევაჯამოთ ჩვენი გავნილი გზა. ერთადერთი რაც შენსა და შენს მიზნებს შორის დგას, არც ნიჭია და არც ნებისყოფა. ეს ნისლია. კონკრეტული შემდეგი ნაბიჯის არცოდნა და სად არის რუკა? რუკა არსებობს და მთავარი ის არის რომ გზა მხოლოდ ერთი არ არის. YouTube-ზე შემოსავლების აშენების 5 ფუნდამენტური განსხვავებული გზა არსებობს. ზოგს შენი სახის გამოჩენა სჭირდება, ზოგს არა, ზოგი ქართულ ბაზარზე მუშაობს, ზოგი ცუცხოვლზე. მიზეზი, რის გამოც აქამდე ბევრი მცდელობა ჩაგივარდა, ის არის რომ სხვის გზაზე ცდილობდი სიარულს. შემდეგ ვიდეოში კი ამ 5 გზას დეტალურად დაგიშლით, მეგობრებო. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგავთ, თუ გინდა რომ ბოლომდე გაიაზრო, რატომ ღირს ამ ნისლიდან გამოსვლა და რა მასშტაბების შესაძლებლობა გელოდება ინტერნეტში, აუცილებლად უყურეთ ჩემს წინა ვიდეოს. პროფესია, რომელიც არ არსებობდა დღეს 500 მილიარდი ღირს. და სანამ წახვალ დამიტოვე კომენტარებში პასუხი ერთი სიტყვით. ახლა ამ წუთას შენ რა უფრო გაკლია, мотиваცია თუ მიმართულება? დაწერეთ კომენტარებში და ვნახოთ რას ფიქრობს უმრავლესობა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.